ცხელი წელი გამოდგა, რადგან წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა გამოვლინდა. კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის კოპერნიკუსის ყოველწლიურ ანგარიში ნათქვამია, რომ აქამდე 2016 წელი ითვლებოდა ყველაზე ცხელ წლად, თუმცა 2023 წლის ივნისიდან ტემპერატურის უპრეცედენტო მატების შედეგად მონაცემები შეიცვალა. მონაცემთა სქემებში ნათლად ჩანს პრეინდუსტრიულ დონემდე არსებული საშუალო გლობალური ტემპერატურის მატება. ასევე ჩანს დღიური საშუალო მონაცემები, რომლებიც გარკვეულ მომენტებში 2 გრადუსითაც კი აღემატება საშუალო მაჩვენებლებს. ამ მოვლენების გავლენა მთელ მსოფლიოში იგრძნობოდა და ტყის ხანძრებითა და სითბური ტალღებით გამოიხატებოდა, რომლებიც კიდევ უფრო ძლიერდებოდა ელ-ნინიოს ფენომენის გამო. ევროპაში ტემპერატურა 11 თვის განმავლობაში საშუალოზე მაღალი იყო. 2023 წლის სექტემბერი კი რეკორდულად თბილი გამოდგა. ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ 12-თვიან პერიოდში, რომელიც 2024 წლის იანვარში მთავრდება, გლობალური საშუალო ტემპერატურის მატება 1,5 გრადუსს გადააჭარბებს, რაც გაეროს განცხადებით კლიმატის ცვლილების მხრივ შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს.